რუსთავის სპორტის სასახლემ ქართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მაჩს უმასპინძლა. ეროვნული სუპერლიგის ვარსკვლავის სპორტის სასახლესთან შეკრებილი რუსთაველი გულშემატკივრები ოვაციებით და წითელი ხალიჩით დახვდნენ. მატჩი ლეგიონერების გამარჯვებით 130-148 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე მაირინ ტომასი, სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული DJ დევისი, ჩატევნების კონკურსის გამარჯვებული კი ლუკა ხარაბაძე გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას რუსთაველების სახელი სპეციალური ჯილდო გადასცა. ყველა ვარსკვლავის მატჩი რუსთავში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და რუსთავის მერის ორგანიზებით გაიმართა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს All-Star Weekend-ი რო ითქვიან. ყოველთვის რაღაც პოზიტიურ განწყობასთან არის დაკავშირებული და მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის და ახალი თაობისთვის უფრო მეტად გასახარებელია და ესე ვთქვათ мотиваციის მიმცემი. რაც შეეხება რუსთავს, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია კალათბურთში და ეს ეთყობოდა კიდეს თითქმის მთელი დარბაზი შეისო და რაღაც პოზიტიური განწყობა შექმნეს და ყოველთვის ეს იაფია. რუსთავს კალათბურთის ძალიან დიდი ისტორია აქვს, რომელსაც ახალი გამარჯვებებით და ახალი წარმატებებით გავაგრძელებთ. წინ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. დღევანდელი დღე იყო ზეიმის სპორტული, რომელიც არის ახალი შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე ახალი ინფრასტრუქტურა გვაქვს. სპორტის კუთხით პრემიერის მხარდაჭერით დღეს რუსთავში განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს სპორტს და ძალიან ვცდილობთ, რომ მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებები იყოს ჩვენს ქალაქში, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ესწრებოდეს.